უკვე რამდენიმე თვეა, რაც USAID დახურულია, თუმცა ამ დროის განმავლობაში საერთაშორისო ორგანიზაციის მიმართ არც კრიტიკა და არც მათი საქმეების გამოაშკარავება არ წყდება. უჰანის ლაბორატორიის ფუნქციის გაზრდის კვლევა, არჩევნების გაყალბების სისტემა, საპროტესტო აქციები და ფერადი რევოლუციები ეს იმ რადიკალური პროცესების მცირე ჩამონათვალია, რომელიც USAID-ის ყულაბიდან ფინანსდებოდა. აღნიშნულ საქმეებზე კი მტკიცებულებები ილონ მასკმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. ამერიკის ადმინისტრაციის პოლიტიკურმა მხარდამჭერმა USAID-ს ჭკვიანი ვაშლი უწოდა და მორიგ ჯერზე ისეთი დესტრუქციული მიზნების დაფინანსებაში ამხილა, როგორიც არის 2020 წლის არჩევნების გაყალბება. USAID არ იყო უბრალოდ ვაშლი რამდენიმე ჭიით, არამედ იყო ვაშლის ფორმის ჭიების ჩირქიანი ბურთი. მიუხედავად იმისა, რომ USAID-ის მანკიერ მიზნებს ორგანიზაციის მშობლიური ქვეყანა ამერიკაც ამხელს, ქართულ ოპოზიციას ამის არ სჯერა. ნაციონალურ მოძრაობაში აღიარებენ, რომ საქართველოში USAID-ს პოლიტიკური მიზნები ჰქონდა, თუმცა ამ მიზნებში პრობლემას ვერ ხედავენ. შეუძლებელია ამერიკის განმართველობის სააგენტოს პოლიტიკური მიზნები არ ქონოდა. ამაზე კამათის არავინ არ აპირებდა, ყველა მიცოდით, რომ რა თქმა უნდა პოლიტიკური მისიაც ჰქონდა, თუმცა როდესაც ვსაუბრობ ჩვენ საქართველოს სასარგებლო იყო თუ იყო უარყოფითი დატვირთვის მქონე, პოლიტიკური ქვეტექსტი აქვს, ხო ქართულობას დაკარგავ ახლა ელექტროენერგიის მიმართულებით რაღაც პროექტი განხორციელდება. საქართველოში გარედან მართული ოპოზიცია, რომ თავიანთი დამფინანსებლის წინააღმდეგ განცხადების გაკეთებას ვერ ბედავს, ეს არ უკვირთ მართლ გუნდში. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ იმ დროს, როდესაც ამერიკის ადმინისტრაციაც კი თავად ამხელს USAID-ის კრიმინალურ მიზნებს, ოპოზიციის მხრიდან გაკეთებული საპირისპირო განცხადებები მხოლოდ ერთადერთზე მეტყველებს. კოლექტიურ ნაცმოძრაობას საკუთარი სამშობლო არ უყვარს. როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი ადმინისტრაცია თავად ამხელს თავიანთ, ასე ვთქვათ, მსხვილ ორგანიზაციას USAID-ს, როგორც კრიმინალურ ორგანიზაციას და ამასთან დაკავშირებით უამრავი ფაქტი და მტკიცებულება დადეს თუ როგორ მავნებლობდა USAID სხვადასხვა ქვეყნებში, ამით ყველაფერი ნათქვამია და როდესაც მეორე მხრივ ჩვენი ქვეყანაში რადიკალური ოპოზიცია და მდიდარი NGO-ები USAID-ის ქებადიდებით არიან დაკავებულები, ეს რა თქმა უნდა ძალიან ბევრ რაღაცაზე მეტყველებს, რომ გამოვიდა პირდაპირ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი და განაცხადა, რომ დაახლოებით 8% ხმარდებოდა USAID-ის მიერ დეკლარირებულ საქმიანობას იმ თანხიდან, რა თანხასაც USAID იღებდა ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტიდან, ხოლო 92% ხმარდებოდა ისეთ საქმიანობას, რომელიც საერთოდ არ ეხებოდა USAID-ს და რომელიც ხმარდებოდა პირდაპირ ქვეყნებში რევოლუციის მოწყობის ცდელობებს, ქვეყნის რაღაცა ჰარმონიული ცხოვრების წესის დარღვევას და ასე შემდეგ. საქართველოში გარედან მართული აგენტურა და ყველაფერზე ხელმომწარები თავიანთი დამფინანსებლის წინააღმდეგ განცხადებას არ გააკეთებენ და როდესაც ჩვენი გუნდის წევრები არაერთხელ ვამხელდით და ვამხელთ და არც არასდროს არ დავიღლებით ჩვენი ქვეყნის მტრების წინააღმდეგ განცხადებების გაკეთებაში და მათ მხილებაში და მაშინ როდესაც ეგრეთ წოდებული არასამთავრობო ორგანიზაციების უკან ის USAID და მათ შორის ის სპეცსამსახურებით განან და ის ძალებით განან, რომელთა ინტერესი არის რომ სხვადასხვა ქვეყანაში თავიანთი გავლენა გაზარდონ და საერთოდ არ აინტერესებთ ქვეყნის სუვერენიტეტი და ხალხის ფეხქვეშ გათელვაც, ხალხის ინტერესების ფეხქვეშ გათელვაც უნდათ, ეს ამ ადამიანებზე მეტყველებს, რომ ქვეყანა არ უყვართ, არიან უსამშობლოები და ჩვენს მიერ ნათქვამი თითოეული სიტყვა დასტურდება მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი ადმინისტრაციის მხრიდან. ხალხის ძალაში ამბობენ, რომ USAID მხოლოდ სხვადასხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევითა და ამ ქვეყნებში ხელისუფლების არაკანონიერად შეცვლით იყვნენ დაკავებულები. ორგანიზაციის რადიკალურ მიზნებზე კი საქართველოს ხელისუფლება წლებია საუბრობს. თავად ამ გავლენიანი ამერიკელის მიერ აღიარება USAID-ის აი ამ ცუდი საქმეების უკვე ნიშნავს იმას, რომ დასტურია, რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ USAID პირდაპირ ერეოდა სხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში, პირდაპირ ახალისებდა და აფინანსებდა სხვა ქვეყანაში ხელისუფლებების უკანონო შეცვლას, მათ შორის საქართველოში. და ზუსტად ტრამპის ბრძანებაში ეს წერია მიზეზად USAID-ის გაუქმების, რომ USAID უნდა გაუქმდეს იმიტომ, რომ ის ერეოდა სხვა ქვეყნის საქმეებში და ის აფინანსებდა ისეთ პროცესებს, რომელიც არა მარტო სხვა ქვეყნის, არამედ ამერიკის ინტერესების საწინააღმდეგო იყო. ის, რაზეც ამერიკაში ახლა ალაპარაკდნენ, საქართველოში დიდი ხანია საუბრობენ. ამერიკის განვითარების სააგენტოს დესტრუქციული მიზნები თბილისში არაერთხელ ამხილეს. შეერთებულ შტატებში USAID-ის მიმართ დამოკიდებულება კი სულ ცოტა ხნის წინ მას შემდეგ შეიცვალა, რაც ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მოვიდა. ორგანიზაცია დახურეს, მის კრიმინალურ მიზნებს კი ერთი მეორეს მიყოლებით თითქმის ყოველდღე ასაჯარავებენ.